უნდა. თავისთავად. კი ბატონო. გმადლობთ. კარგად ბრძანდებოდეთ. ისა ლაპარაკია ირაკლი? კანცელარიიდან დამირეკეს მარიკა. არ ვიცი, ალბათ სამსახურზე. და რა სამსახურზე არ გითხრეს? არ ვიცი, მარიკუნა, არ ვიცი, ჯერ იყო და რეზიდენციაში დამიბარეს. ახლა კანცელარიიდან მირეკავენ. ფიგურა. მე მგონი მაკვირდებიან, რომელი უფრობო მიხდება. მომისმინე შენ, მოდი აქ დამიჯექი. სად დაგიჯდა? მოდი, დამიჯექი აქ. იქიდან მოვიდე? არა, ეს შემოდი, ხო? დამშვიდდი ახლა და მომისმინე. რომელი მოგიხდება კი არა, ირაკლი. ჯერ იყო და პრეზიდენტის რეზიდენციიდან დაგირეკეს, დაგიბარეს. მერე კანცელარიაში დაგიბარეს და ახლა შენ მე მგონი, ნელ-ნელა სულ უფრო ქვემოთ მიდიხარ და მალე გამგეობიდან დაგირეკავენ. კოჩეხ? მე რომელიმე კორპუსის სახმართველობიდან დამირეკავენ, იქ დამიბარებენ და აი ბოლოს ცირკში რო დამიბარებენ, უნდა დავიწყო ნერვიულობა. ცირკი გირეკავთ მომდამდითო თქვენ დასაკვირვებლად უნდა დავიწყო და მე ირაკლი გეხოცები კანცელარიაში რომ მიხვალ ეგრე არ გაიცინო. რატო ვერ გავიგე რა სერჩი დიხს არ მოგწონთ? რა, კარგია? ცუდია, აბა? ცუდი სიცილია? არა. შეიძლება სოლიდური არ არის, ფეგურა. სოლიდური არ არის, მაგრამ ისე კარგია, რაზეჭი კარგი გეთანხმები არ არის სოლიდური. ოჩახ, მეც გეთანხმები რა არის. კი ბატონო, მაშინ რაღაცა უნდა მოვიგონო რამე ახალი სოლიდური სიცილი. ხო, ახლა რომ მივალ კანცელარიაში შევხედება სოლიდური სიცილი. არის ეგ სოლიდური სიცილი. კი, გეთანხმები. ისე ხო კარგია, მაგრამ სოლიდური არ არის. მაქვს მე შემონახული არსენალში ერთი სოლიდური სიცილი სპეციალურად ამ დღისთვის ვინახავდი ჩემო ბეღურა. ბეღურა ვისმენი. ისმე. შევხედეთ ან. თავდა მიყურო. აი, სოლიდური სიცილი, ნახე. აი, სად იყავი აქამდე? სად იყავი აქამდე? ხო კაია. აბა. კაი სიცილია. სხვათა შორის მინდა გითხრა, ჩემი ის რო იყო, რა ქვია, გახსოვს ჩემი ყოფილი კოლეგა, ანტონ პეხნიჩეკი, გახსოვს? აი ის იცინოდა ასე, რაღაცას რო ვეთყოდი, აი და მოვყვებოდი. ეს იცინოდა. აი, დამთავრდა. ირაკლი, ყავა გინდა? კი, გამიგეთე ყავა და საინფორმაციოს ნახავ და გავიქცევი. ირაკლი, დამთავრდა საინფორმაციო. ეს აღარ არის საინფორმაციო? დამთავრდა. აჰა, კარგი, შენ უყურე? საინფორმაციოს ჩემი გვარი ხო არ უხსენებიათ? ახსენეს. რა თქვეს? რა თქვეს და ჩხეიძეს კონცერტი აქვს გორშიო. სასაცილო იყო. მომისმინე, ის რა ქვია, რომელიმე მინისტრი ან მინისტრის მოადგილე ხო არ მოუხსნიათ? არა. არა? ვითომ ახალ სამინისტროს მიკეთებენ, კაცო? დილამშვიდობისა ჩხეიძე. ირაკლი, შენთან მაქვს ერთი სათხოვარი. გარაჟის აშენება მინდა და უნდა დამეხმარო რა. რა ვიცი, ჯერ არ ვიცი სად დამნიშნეს, აბა როგორ დაგეხმარო, მივითხარ, იქნებ სულ არ ვმუშაობ მაგ სფეროში. ვაიმე ირაკლი, არ არის პრობლემა, მე სხვა სფეროდანაც მაქვს მოთხოვნილებები, თხოვნები და წინადადებები. რას ველაპარაკები? დაუშვათ ჯანდაცვის სფეროში მაბრუნებენ. ძალიან კარგი იუზას უნდა პენსიის გაზრდა და ეს დაზღვევის. აჰა. განათლების სამინისტროში მივდივარ. რამინის ბიჭს გიგლას სწავლის გაგრძელება უნდა საზღვარგარეთ. ეკონომიკის სამინისტროში მივდივარ. ჩემს ვახუნას მცირე ბიზნესის გაფართოება უნდა. სასაფლაოს დირექტორად ნიშნავენ. ვაიმე მარიკა, რამინის ბებია ვერ არის კარგად ბაბუც. აი ესეთი ძელი თითები რომ ვაიმე დიდი
მირთვას ისე ყოფილა მომზადებული მთავრობასთან შესახვედრად მირთვით. მოდი რა მომიწერე რა. რაზე მოგიწერე? რაზე და ხო გითხარით გარაჟის აშენება მინდა და ქვემოთ იმ ადგილზე სადაც მე მინდა რომ გარაჟი ავაშენო დგას დიდი ხე ხო იცი რომელი ხე მათეროადის ხოლმე დაყვირის ხო და მაგ ხის მოჭრა მინდა და ხელმოწერებს ვაგროვ ვერ მოვაწერ ამ ხის მოჭრაზე ხელს ვერანაირად ვერ მოვაწერ იმიტომ რომ შეიძლება ისეთ სამინისტროში დამნიშნონ სადაც პირიქით უნდა დავნგო ხე და მე უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდები კაცო და არის ახლა ეს ხუმრობთ აი ესეთი სოლიდური სიცილი მოიგონა ჩემმა ირაკლი. ყოჩა, და იმ ძველებს დხს, ბუზუზუს და ბუეს რას უშვები. არაფერს, გაგატან თუ გინდა და რამინის ჩაუტანე სამტრედიაში. უიმე ჩხეიძეების ჯამია ჩვენთან და არ მინდა ცარიელი გავუტანო რა. კეთება დაკენიცი მაგჯამში ჩააწყვე ხორცის მანქანა ხო ძაბრი სადღები და ისე გაუტანე ეხლა რა არის ეხლა შენ მომისმინეთ იმითხარი როგორ მოგეწონა ჩემი სტატია რას მეტყვი ლაშა კეთებან ერთი რაღაც მაინტერესებს აბა მამუკა საყვარელიძე ვინ არის მამუკა საყვარელიძე ეს მამუკა საყვარელიძე არის ლაშიკო ძალიან ცნობილი ინჟინერი ძლივს დავითანხმე ინტერვიუზე აი ძლივს აბა რა იქნებოდა კეთება აბა რა იქნებოდა თავშია გავარდნილი აშკარად ინჟინრობა რა თავშია გავარდნილი და ძლივს დაითანხმებდი ძალიან კარგი სტატიაა მაგრამ ხო მოდი ეხლა რაღაცა მაჭამე დაიმე ლაშიკო გეხვეწები ჯერ სათაური მომაფიქრებინე სტატიის და მერე გაჭმევ სათაური ხო მიდი აბა რაღაცა ისეთი სათაური მოდი ჯერ შევჭამ და მერე უფრო კარგად გეხვეწები ჯერ სათაური და მერე ჭამა მიდი აბა დაიწყე რა აი ესეთი მიდი აბა რაღაცა ისეთი აი განსხვავებული განსაკუთრებული ორიგინალური ინჟინრის გულისთვის ცოლმა კვარი შიმშილით მოკლა აი მე კარგი ლაშიკო ცოტა სერიოზულად მომაფიქრებინე სტატიის სათაური რა მოგივიდა გეხვეწები მაჭამე რაღაცა და მერე მოვიფიქრებ ამ გეხვეწები ჯერ სათაური და მერე ჭამა რა მოგივიდა კეთება იცი რა ქნა კვერცხი შემიწვი და სტატიას დავარქვათ კვერცხი და ინჟინერი კარგი რა არის ხა მე თხოვდა შენ რა მოგივიდა გამაგიჟებს ეს ხალხი კეთინო გოგოლაძეებთან ვიყავი და ხელი არ მომიწერეს ხის მოჭრაზე ცოდუაო არა და თვითონ მთელი სახლი ხეში აქვთ ჩასმული ვაიმე მანახე ერთი მაჩვენე რა ხდება აბა რა უნდა ქნა ხლა არა კეთინო არავინ არ მომიწერა არავინ არ მომიწერა მეიშვილების გარდა ვაიმე გაუთხარი ეგეთი არაფერი ვაიმე კეთინო რო ავედი ეგონათ რომ საჩხუბრად ვიყავი ასე მაშინ ხო გახსოვს ეს ყალი ხო და რომ მიხდნენ რომ არ უნდა მეჩხუბა ისე გაუხარდათ ერთმანეთს ასწრებდნენ ხელის მოწერას მე კარგია მეიშვილები გადასწრებით ფანტასტიკური ეხლა რა უნდა რა ვიცი რა უნდა გააკეთო შენ ესეთი არ ვიცი რა უნდა ვქნა რას ვიზავ და მერიაში წავალ და ვეთქვი რომ მოჭრა ნისხე ვაიმე თამარ მომისმინე შენ არც მერიაში წასვლა გინდა არც მაგ ხელმოწერების შეგროვება მიდი პირდაპირ ხესთან უყვირე შენებურად და გაიქცევა თვითონ აქ აი არ ვიცი ისე მაქვს მოშლილი ნერვები ახლა ხერხს ჩავიტან და მოვხერხავ იმ ხეს აი ეგ ხვეწები ესე მოგგაზრდა თამრი ხეს ნუ შეწირა კეთებან მე გეტყვი შენ ამ ინჟინრებზე კი ნუ აკეთებ ამ სტატიებს იცი და გააკეთე როგორ ანადგურებენ ხეთყეს საკუთარი კეთილდღეობისთვის. ვაცადებ ეს საუბრები ადამიანს მომისმინეთ ამ ეხლა დავიჯერო ვახოს არავინ ეყოლება მერიაში ნაცნობი და ახლობელი და რა ვიცი ვიღაცა მაიმე სათცალია ვახუნა სულ მუშაობს ხო დირექტორია. ხო კი. თამარ იცი რა მაინტერესებს მართლა დღეს რომ მიდიოდა ვახოს სამსახურში ხო რომ მიდიოდა ისეთი გახარებული იყო ისეთი გახარებული მიდიოდა ავიჯაი ძალიან უხარო და ხო არ გაშორდი თქვენ გოგო გითხრა ხა რატო იყო ეს მანქანის ანახავა წავიდა და თუ მოეწონება ვიყიდით თამარ
ესე იგი შენ ხო? ესე გამოდის რომ ხე უნდა მოჭრა იმისთვის რომ მე გარაჟისთვის ადგილი გაითავისო. მიხდი ახლა რატომ მინდა ხოლმე? ხო და მე გეტყვი ხე შენ. მანქანა კი არ უნდა იყიდოს ვახო. უნდა იყიდოს ვირი. ვირი იყიდოს, ამ ხის მოჭრაც არ დაგჭირდება, ამ საჭმელიც არ დაჭირდება, ფოთლებს შეჭამს ეს ვირი და მათგანაც ხმის გამცემი ეყოლება. თამრი შენ იცინი კეთილი? აი მე ვაშიკო როგორ გამაცინე თამრი ვირზი ამხედრებული დირექტორი გეყოლება. კიდე გეტყვი რა. მოაყენებს ხოლმე ფანჯარასთან ვირს, მიაყროყინებს. ხო და შეც მე გადახედავ, გახარებული ჩაირბე მკვებით, მოუჯდები უკან და გაისეირდებთ ხოლმე. არა? კიდე კი ბატონო. თუ გინდა იცი რა, ვირი კი არ იყიდოს, ვირი. იყიდოს ჯორი. ჯორი. ნუ კლასით გეთახმები, კლასით ჯობია ჯორი, ვირს ჯობია, ნამდვილად, აი როგორც ოპელი და მერსედესი რა. ბაიმე, არა ვახოს ვირი უფრო მოუხდება. კი, მართალი ვირი უფრო მოუხდება მე მგონი. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ ვირი ხომ მოუხდება ერთი და მეორე კიდე შეეშველება. ხო, შეეშველება თუ გაუჭირდება თან თუ რამე მოხდება ისეთი, მაწონს გაყიდიან ადამიანები და ამ შეინახა რა ვიცი, თამრი რა მოგივიდა გაიცინე. მართალია, მაგდანა და ლურჯა. ხვილად კარგავ დროს აქ მართვის მოწმობის ბილეთები მაქვს სასწავლო. თამრი ხო იცი როგორ მიყვარხარა? ლაშა, შენ ჯორი რომელია? ჯორი? ხო, კუჟინაძეების იცი ხო იცი? ესე იგი 352 552 აქ შუაში ჩავსვათ ახლა 452 რა კარგად გამოდის 552 352 452 დათ მოდი წავით ამირად მოდი მომიტანე რა კარგი მოგიტან დაგი უკაცრავ რაუნდ აი ვუთი გამოვადი რა უნდა კითხვის აი ხო ფიქრობდი და როდემდე უნდა ემალო ამირას ჰა რა არის და თუ არ ცხენია რისი და ფულს როგორ არაძლევ ამდენი ხანი რატო არაძლევ ჰა მივცე ამ თანხა საბარას ვიძო მივცე აი რა უბრალოდ ეხლა ძალიან გავიჭედე ამ ბოლო პერიოდში და აი გარი რა რატო გაიჭედება რატო გავიჭედე და ტელევიზორი გამოვიტანე განვადებით ო და ის ხო იცი ხარ ის რა მაგარია სისინა თუ LCD ჰა სისინა ეს უფრო ჯობია ვა ეტყობა ახალი რაღაცა მე არ ვიცი პირველად გავიგე ხო კარგი წავედი ახლა რაღაცას ვანგარიშობ მე აქ და რაც ანგარიშობ რას ვანგარიშობ და ეხლა უყურე რა ხდება აბა რა მაგიდები მინდა ჩავამატო გაიგე ზაფხული მოდის ხო ხალხი მეტი შემოსავლი მექნება კი ვიფიქრე მაგრამ რა ხდება იცი აი ადგილი არ არის რა ვიფიქრეთ სამაგიდეს ჩავამატებ მეთქი მაგრამ ხო კარგი ჩავამატე მაგიდები მე ხალხს ადგილი აღარ არის რა თქმა ეს მაგიდები მაიგარი რა მე მომიფიქრე რა ვნახტა მართლა კი ხო აბა მიდი ხო მიდი აბა დამთავრე? ხო, დავამთავრე, ხო. მე რა უნდა ხდა და გარეთ უნდა დადგა მაგიდები დაამატო. მაგიდები გარეთ? ო, რა მაგარია დათო, მაგიდები გარეთ. ჯიგარი ხარ. მაგარია ხო? ჯიგარი, ძალიან მაგარია. ხო და თუ მაგარია, გარეთ რა დაიდგმება მაგიდები? ხო. იმის წილში ვიქნები მე. რა წილი დათო? წილი რა, თუ გინდა დღეში ერთ ჭიქალუც უფასოდ დაგალევინებ. წილი რატო რა წილი ვერ გავიგე. არ გინდა? არ მინდა რა, კი ბატონო. ხო, კარგი მოიცადე, კარგი. კარგი თანახმა ვარ. მოდი ესე გავაკეთოთ. 99% მე, 1% შენ.
ჩაქსო წილში არ მიდე აგიდა კარგი იმას ვეთქვი მოიცადე ერთი წუთი კარგი ხო 98% მე 2% შენ 60-40-ზე 60-40-ზე რა არის ხა დათო ვერ გავიგე 60-40 კარგი და კარგი ხო კარგი ხო იყო 60-40-ზე ჩაქსო წილში ოღონდ ერთი რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ აბა გარეთ ხო დავდგოთ მაგიდებს ხო დავიწყით მუშაობას ხო და უნდა შევენაცვლოთ ერთმანეთს რა პრობლემაა ზიანი ამ როცა იქნება მე ვიმუშავებ წვიმენში ბატონო შემიძლია შევთანხმდით შევთანხმდით ოღონდ კიდევ ერთი საქმე გაქვს გასაკეთებელი მერიაში უნდა წახვიდე და ეს განაცხადო და შეიტანო რა ესეთ რაღაც გაკეთება გინდა რატო 60% შენია 40 შენ მე ხوار კარგი ხო წავედი ხა მე და მოიცადე ერთი წუთი ლუდის ფული გადასახდელი 5 ლარი 5 ლარი? კი, 5 ლარი. რა? 3 ლარი. რატო 3? 60% შენია 40 შენია. თათო? როგორ ახლა? კარგი რა მოგივიდა ამდენი ხანია გეცედა რატო მაძებნინებ თავს და რატო მემალები გამაგები მე გემალები ამირან მე გემალები დღეს გნახე 4-ჯერ რანაირად გემალები 4-ჯერ ხო სხვათა შორის ამირან მე გერჩევდი რომ შენ მიხვდი ექიმთან თვალებზე გაესინჯე იმიტომ რომ მე ხვდი და შემხვდი და გამარჯობა არ მითხარი მე მეწყინა მაგრამ გაპატი არ უშავს მიდი სატურისტებია ის კი არ არის სიცოცხლე რას ვიყურე აბა რას არსად არ გაგიშვებ ხა სანამ ფულს არ მომცე ფულს არ გაძლევ მე შენ ნაწილად ხო გაძლევ შევთანხმდით რომ ნაწილ მოგეცა იშვიათად კი არა ოქცემ იშვიათად რა ხდება რა ყვირილია ბავშვები ძლივს დავაძინე შემოდის ერთი ამბავი სადარბაზოდან გამარჯობა დებოგლონდენო კარგი ამირა კითხე ხა როგორ არის რა იცი აქტივა მე რას კარგად არიან ესენი კარგად შენი დექი აქვს რა კარგი ადამიანები ხართ როგორ მიყვარხართ და როგორ გარცხვენთ თქვენი მეზობლები მოიცადე რა ხდება რა ხდება და ბილის ქირა აქვს მოსაცემი დავსდევს და არ მაძლევს მემალება ამდენი ხანი ერთი ყვირა მოიცადე ცოტა ნელა ილაპარაკე ვიწერ სადმე გამოვიყენეთ თამარ კეთო გეხვეწებით იქნებ თქვენს უთხრათ რა რამე ვაიმე დათო როგორ არ გცხვენია ამ ხელა ბიჭს ამდენი ხანია ცხოვრობ ამ სახლში და ქირას არ იხდი მოდი ამირან მომიწერე აქ ხელი ბაცადი თამარ ახლა რა შენი ჭირიმი არ ცალია რა სხვა საქმით ვარ დაკავებული ძალიან სწორს აკეთებს რო არ გიხდის ქირას მოდი დათო მომიწერე ხელი ხელო თანახმახართ რომ ეზოში ხე მიიჭრას მოიცა ეს რა ეს არის ეზოში გვინდა გარაჟის აშენება მე დავახუნას და ხე არ იქიდან ხელს გვიშლის და გვინდა რომ მოვჭრათ და ხელმოწერებს ვაგროვებთ რომ წინააღმდეგები არ ხართ მეზობლები მეც არ მოწერ ამას ხელს იმიტომ ამირანი თუ არ მოწეს მეც არ მოწერ არა ხა მე მოვაწერ განა არ მოვაწერ მაგრამ რას ერთით იმ ხელს მშვენიერი ხე არის რატომ უნდა მოჭრა რას ნიშნავს მოწერ ამირანი რას ნიშნავს მე ვიცი რომ შენ ეს უცბად არ დამარცხდები მე მჯერა შენი ამირან კარგი ეხლა შეყოში უნდა მოჭრა მე რა შემენა რა უნდა მოჭრა ამირან შენ როგორ უნდა მოჭრა ამირან კარგი არც ხელს მოვაწერ და არც არაფერს არ მოგაჭრევინებთ არ მომაჭრევინებ მე არ ვიყო თამარ ღლონტი ის ხე თუ არ მოვჭრა და შენთან სახლში არ გავდო ვაიმე მე არ ვიყო ამირან ტუნაძე თუ თქვენ ეგ ხე მოგაჭრევინებთ ტუნაძე ვაიმე ამ ყურსაც ჩავიწერ სადმე გამოვიყენე რა სასასურს ხედა მე ვერაფერს ხედა რა გიგას შვენიერი გვარია ამირან ნახე როგორ ჟღერს ამირან ტუნაძე რომ ფოთიდან ამირან მე ხა წავალ მერიაში და იქ ყველაფერს ისე გავაკეთებ რომ ხე არ მოჭერე რამაც მომისმინეთ ახლა ალექსიძე მერიაში თქვენ კი არ წახვალთ მე წავალ მერიაში და მოჭრიან იმ ხეს ქეთუ ლობიო დადგი გაზე და მიხ ვაიმე ლობიო არ გადმოვიდეს რა ვქნათ ახლა ამირან მოდი აქ ამირან მე
აი ხა წავლა მერიაში. შენ უყარაული ხეს. რო არ მოჭრნა მათმა. ხო. მე მალე დავბრუნდი. არ ხო. რა კარგი ბიჭია ჩემი დათუჩა. როგორ ეს ვაშკაცურად გვერდზე დამიდგა, როგორ მიერთგულა. ენაცვალე. აჰა. აბა ეს ვნახოთ ერთი 2001 წლის ნისანი. ვაშეგენაცვალე რა. ვა, რა მაგარია. ეს ამას სხვა სურათებიც ექნება, მოიცა. აჰა. დარწმუნებული ყოფილა ეს. ხარა დამ სურათებზე არაფერი არ ეთყობა რა. პატასავით არის ეს რა. მარჯვენა პროფილი აქვს კარგი. ბატონო ვახტანგ შეიძლება? არა. მოდი, აბა რა. აი, განსაკუთრებულ მოდიოდი ხომ დროგევნოდი. შეიძლება ბატონო ვახტანგ მაინც რომ შემოვდიოდი. ხო, ვიცინოდი ძალიან ბევრს, ხო? დაჯექი, როგორ არ შეიძლება კაცო გამიხარდა რომ მოხვედი. გაგიხარდა? მე თუ ასე გიხარო და ჩემი მოსვლა რაღაც გამიშვა საფუძველი. ბაშა, მე არ გამიშვი ხარ. ხო, კარგი. ხო, ვიცი რომ შალვა გამიშვა. კარგი. დაჯე, მითხარი, რა ხდება? ვახო, რას ამბობენ თანამშრომლები, რო არ მოდივარ, ჰა? რა მეთქვეს? არა, ბევრმა ლაშა არც იცოდა აქ თუ მუშაობდი. ლობიანის დამტარებელი ეგონე. უბრალესობას, ნუ. ო, ისე ეგ ლობიანი მომენატრა და მაგით მოვედი, ხო, ვიყიდე. თან ვიფიქრე მეთქი ვახოსაც აული ვნახავ მეთქი. კაი, წავედი ხლა. მოიცა, რა იყავი ცოტა. არა, წავალ სახში. მოიცა, მოდი მანქანა გამი. დამანქანა. გამარჯობა. როგორ ახარ ბატონო ლაშა? შენ როგორ ახარ ნანიკო? კარგად, მადლობთ. რა, აბა. ბატონო ვახტანგ. ქალბატონი თამარის ანალიზები მზად არის. ხო, რა. რა, ხომ შტობა? კი, ლაშა, კი, უბრალოდ რაღაც ამ ბოლო დროს სუსტად რო გზნობ დათავს. საერთო სისხლის ანალიზი გავუკეთეთ. ხო და მოკლედ არაფერს. ამით ახლა ვერ გავიგე ეს ვერაფერი და რა არის? ექიმად თქვა ძალიან საინტერესო რამე. რა? რა და ან ბიჭია, ან გოგო. რაო? ანალიზებმა აჩვენეს, რომ ქალბატონი თამარი ორსულად არის. თამარს ვეთყვი ხო? მოიცადე. ჩკარა. ერთი მოიცადე თამარს ეტყვი რას რა? რას ქვია ეტყვი რა? თამარ არ იცის რომ ფეხბურთით არის? არა. მოიცა ეჭვი. თამარმა არ იცის და შენ იცი? ხო. ყველაფერში უკუღმათი ცოლქმარი როგორ ახლა? ეხლა არ იცის, მაგრამ ეხლა რომ მივალ, ხო? ვეთყვი და მე გაიგებს, მოდი ვახო გეხვეწები და იცი რა ვქნათ? მოდი არ უთხრა. მაინტერესებს ადამდე ვერ მიხვდება. მიდი და არ უთხრა, ჰა. ვერ ახარ შედრა, ვერ ახარ. ბიჭე თუ გოგო თავი და მეგონა თამარი თუ ირაკლი,
როგორ მიხარია ირაკი? ძალიან კარგი თანამდებობა. კი, ძალიან კარგია. თან ამ გონია იცი ბეღურა, რომ რატომღაც გონია რომ აი მაგ სფეროში მე არ გამიჭირდება მუშაობა. ხო, ირაკლი, დღეს გააკეთე რამე? უკვე? არა, დღეს არაფერი არ გამიკეთებია. თუნდაც ვიღაცები უკვე მელოდებოდნენ კაბინეტთან, მაგრამ დღეს მაინც რაღაც არაოფიციალურად წარმადგინეს რა და ორ შაბათიდან შეუდგები მუშაობას, ხო? და ეტყვი ჩვენებს? ვინ ჩვენებს? აი ჩვენებს ყველას. ხო, ყველას ვეტყვი, რა თქმა უნდა, ჩვენ ასე გავაკეთოთ, გავშალოთ სუფრა ბეღურა, ხო? ყველა დავპატიჟოთ. რა? სუფრა გავშალოთ, მე კიდე გამოვაცხობ იმ ჩემ გემრიელ ნამცხრებს. არ მინდა შენი გემრიელი ნამცხრები, ისე გავშალოთ სუფრა, დამიჯერე, გავშალოთ სუფრა, დავპატიჟოთ ყველა და დავხდეთ და მე ნახე როგორ გაუკვირდება ყველას. და გაუკვირდებათ, ჩემი გემრიელი ნამცხრები რო არ იქნება? არა. სამსახურო დავიწყე ახალი, მიდი გააკეთე. მიდი. კაი. ხო? მოძანდი. გამარჯობა მარიკა, გამარჯობა, კარგად. ირაკლი გამარჯობა. როგორ ხარ? რა ხდება ახლა? მერიაში ხო დაიწყე შენ მუშაობა? ხო, რა შენ მიგითხრა. ვინ მითხრა კი რა, დღეს 3 საათი მოუწეს ამის კაბინეტთან. ახალი დანიშნულია ბატონი ირაკლიო და ვერ შეგიშებ. რა ვინ მითხრა? ხო, ახლა მომისმინე, ჩემ ბარი ხო იჩე, გიბა დამეხმარა. მარიკა, ირაკლი მერიაში დაიწყო მუშაობაო, მართალია? ვაიმე! გენაცვალე. ძალიან გამიხარდა. ირაკლი, რა ისმის ლაშიკოს სამსახურზე? რა ლაშიკოს სამსახურზე? ჩემი ლაშიკოს სამსახურზე. ახლა დავიწყე, ჯერ მუშაობა მე არ გავსულავ წესიერად. ახლა დაიწყე მუშაობა, კარგი, მაშინ ინტერვიუს ჩავწერ. აბა ხო, მომისმინე ირაკლი? ესე იგი, ბატონო ირაკლი, როგორ მოხდა თქვენი დანიშნა ამ თანამდებობაზე და რამე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებთ ამასთან დაკავშირებით? ხო, თქვენ ქეთევანი, საზიამოვნო. ქეთევანი დიახ. დიახ, ქალბატონო ქეთევანი, თუ შეატყვეთ თქვენ რომ შემობრძანდით აქ ჩემთან, ხო? მე ვესაუბრებოდი ბატონ პაატას. ვაცალე. ერთი წუთით, ბატონო ირაკლი, ძალიან გთხოვთ პირველივე დღეს, ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობას პრესასთან. უკაცრავად რა, ჩაწერილი ვარ და დაგველოდეთ თუ შეიძლება. ერთი წუთით. აი, შენს ბარში შემოვალ ჩემი ჟურნალისტური გამოძიებით. გესმის შენ? მობრძანდით არ უნდა მაგას, ერთი წუთი. ირა, აბა მითხარი ხა მე რიტა როდის გაგდებენ? არ შეც გამოგივიდა კაცო, ხო კიდევ არ გეჭირა, შენ მაინც მეჯახები. არ გეჭახები, როდის დაგეჯახე? ირაკლი, რა დაგემართა, რა ამოგივიდა. არ გეჭახები. ნუ მეჯახები. არ გეჭახები. ბატონო ირაკლი. მე ხო ჩაგაგიდა, მე აღარ მინდა პირველ რა ხდება და ირაკლი დაიწყო მუშაობა მერიაში და აი ულოცავენ ესე. ულოცავენ? ეგ დიდი არაფერი, ჩვენ გვაქვს მოსალოცი ამბავი. მოდი ვახო. აბა, ვახო, მიდი. მოკლედ? ხო. დღეს ჩემთან კაბინეტში შემოვიდა ნანიკო. ხო და ანიკო. მე? ხო, მითხრა რომ მალე ხო. მამა გავხდება. რა გიხარიათ? რა არის? რასაკეთებთ? აი მე ვახო. რა გითხრა ნანიკო რომ შემოვიდა რომ შენ რა მამა გავხდები არა? რატო დამიჭირე ერთი წუთი ძალიან? ეს როგორი კადრე ბიჭო? როგორი კადრე? დაწყნები შენ ვერ გაიგე. ოი, თადეკაცო. ვერ გაიგე შენ. ვახოს იმის თქმა უნდა და რომ მაინც თამარი არის ორსულად. უბრალოდ უთხრა ნანიკომ. ნანიკომ უთხრა უბრალოდ. ნანიკომ უბრალოდ უთხრა. უბრალოდ როგორ ვერ ნანიკომ უბრალოდ უთხრა. ხო? ვახო. მაპატიე რა ვახო რა ვერ მივხვდი ნანიკომ უბრალოდ გითხრა შენ გაიგე გილოს ვაი შენ გენახოლე მეც მოვილოცეთ ხალხო ნანიკოს უბრალოდ
ხელ სამმა კაშკაშა ვარსკვლავმა გადაწყვიტა რომ ჩამოსულიყო დედამიწაზე და ადამიანებისთვის რაღაც სიკეთე ეჩუქებით რა ჩამოვიდა პირველი კაშკაშა ვარსკვლავი და აჩუქა სიმღერა სტორია სიმღერა მუსიკა მაგარი არსებო ესე იგი მერე ჩამოვიდა მეორე კაშკაშა ვარსკვლავი და აჩუქა ღიმილი სტორია მუსიკა ღიმილი რა თქმა უნდა ჩამოვიდა მერე მესამე კაშკაშა ვარსკვლავი და ადამიანებს აჩუქა სკაიპი რა სკაიპი და რა სკაიპი რომ დამოაგებ ხომები და რა გამთორებ ხომ რა სკაიპი აჩუქა სკაიპი რამ სკაიპის საშუალებით ჯერ ერთმანეთს დაუკავშირეს მათი კომპიუტერები შემდეგ კი მათი გულები ოჯახ და გაუმარჯოს შექმნეს ლამაზი ოჯახი და გაუმარჯოს ჩემი და ჩემი სიცოცხლე და სიყვარული გაუმარჯოს ვახოს გაუმარჯოს ნანიკოს გაუმარჯოს ნანიკოს რომელმაც უბრალოდ უთხრა ვახოს ნანიკოს გაუმარჯოს ისე რა უცნაურია რა თამარმა თვითონ რო არ იცის ესა არადა იმას რა ქვია ეს რაგვარია ისა ნიჟარაძეების ბძალს ხო თამარმა ეხოსკოპიაზე ადრე უთხრა ბავშვის სქესი ხო მაიმე მოიცადე მაიმე ჩემი დამოვიდა ჩემი დამოვიდა შემოსიცოცხლე მოდი გოგო მოდი დალი ჩემი სიცოცხლე ხარ შენ თამარ ხო არ გამოვაღო აივნის კარი ჰაერი შემოვიდა ერთზოდი თამარ რაღაც უნდა გითხრა ეხლა აი მე რა ყველადებით მომისმენ მალე თამარ ძალიან მალე ხო რა შენ გახდები დედა როგორ ვახვა ფეხმძიმეთ დღეს ჩემთან კაბინეტში შემოვიდა ნანიკო შემოვიდა და მან მოიცად ეცავს რა შემოვიდა ნანიკო და მომიტანა ანალიზის პასუხები და ნანიკომ უბრალოდ უთხრა და არ სულადა ხარ კაცო ხო უთხარი ხო ვაიმე თა